განსასწრელი ცეცხლოვანია, იმიტომ რომ საშინელია, მწვავს, მტკივა, მაწუხებს, იუცხოვებთ. ეს რას ნიშნავს ეს სიტყვა? შენ ხო ქრისტიანი ხარ. რაღაცა მოვიდა შენთან. ეს უცხო არ უნდა იყოს, შენ უნდა იცოდე ამის წარმომავლობა. შემთხვევით კი არ ხდება ეს. ეს ღვთის მოსიყვარულე ხელით გაკეთებული ჭრილობაა, რომელიც აუცილებელია, რომ იქ რაღაცა ამოგაჭრას იქიდან. რატო იუცხოვე, რატო დაფრთხი, რატო შეშფოთი, რატო შეგეშინდა? და როცა ჩვენ ვუცხოვობთ ამას და ვიწყებთ ესე იგი ერთ ამბავს და ფართხალებთ, არ გვინდა და რწმენასაც კი ვკარგავთ. განსასწრელის დროს ზოგი ლოცვის უნარს კარგავს, ეკლესიაში არ მოდის და სასიკვდილო ცოდვებში გადადის თავით განსასწრელის დროს. ეს აბსოლუტურად ეს მე არ ვიცი ეს რა, როცა ადამიანი განსასწრელის დროს ეკლესიიდან გარბის, ეს არის ურწმუნოება ჩვეულებრივი. ღვთის ღალატია ეს. პირიქით, განსასწრელი მოვიდა, უფრო გომხურვალე ხდები. იმიტომ რომ შენი კორნების პროცესი იწყება, ეს უნდა იცოდე. და მე აგძელებს, თითქოს რაღაც უჩვეულო რამ დაგმართოდეთ. ანუ პეტრე გეუბნება, რომ ჩვეულებრივი ამბავია, ქრისტიანი ესე უნდა ხედავდეს ყველაფერს. და რა გჭირს, რა იუცხოვე, რაღაც უჩვეულო რამე დაგემართა თითქოს. შენ ხო იცი, რომ ღმერთი გყურნავს ამით. არამედ ხარობდეთ. კივა და სულელი ვარ, რომ მიხარობდეს ადამიანი ფიქრობს. ნახეთ, არამედ ხარობდეთ, როგორც ქრისტეს ვნებათა თანაზიარი და გაიხსენე. ქრისტეს ყოველი წამი რო ტკივილს უკავშირდებოდა, იმიტომ რომ ეს ხრწნადი სხეული ქონდა თუნდაც და შეზღუდული სული. ეს მის და ეს თავის ფიზიოლოგიით, რომელიც არ ეკადრება არათუ ღმერთს. ეს ცხოველური ფიზიოლოგია არ ეკადრება თავისუფლების და მარადიული სიცოცხლის და მატარებელ ღვთის ხატსა და მსგავს ადამიანსაც კი ეს ცხოველის ტყავის სამოსელი, ხრწნადი. ეს ღმერთმა იტვირთა შენს გამო სხვათაშორის, ჩემს გამოც. იტვირთა შენ რომ გადარჩენილიყავი და მე რომ გადარჩენილიყავი. და ამიტომ, რადგან ქრისტეს ყოველი წამი, ყოველი ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა, ჩასახვიდან დაწყებული, დაბადებით, მერე გაგრძელებით, ჩვილობაში, სულ ბოლომდე, რადგან შენს გამო ტკიოდა მას ეს, გაიხსენე, რომ შენს გტკივა და ეს ტკივილი გამოიყენე ღვთის სადიდებლად, იმიტომ რომ შენ შემთხვევით რაღაცა კი არ გტკივა, სიმპტომია რაღაცა ეს. შენი უსიყვარულობის გამო, შენი ეგოიზმის გამო, შენი პატივმოყვარეობის გამო. და ეს სიმპტომი შესაბამისად ზუსტად იმ დოზით გეძლევა, რაც გჭირდება შენ ახლა აი ამ წუთში და ამ წამს. თუ ამას ვერ ვხვდებით ჩვენ ქრისტიანები არა ვართ.